პატიმრობა ზურაბ პაპიაშვილს პოეტს ტროტუარზე დგომის გამო ციხეში 4 დღის გატარება მოუწევს. ამ ეგრეთ წოდებული ბრალდებით საქალაქოში ამ წუთებში 3 პარალელური სხდომა მიმდინარეობს. ქეთი ნადიბაიძე უერთდება ფორმულას ეთერს უახლესი ცნობებით. დიახ, ერთ-ერთი სხდომა დასრულდა ცოტა ხნის წინ მოქალაქე თემურ ბერიანიძის, რომელიც სამართალდამღვრად გამოაცხადა მოსამართლე დავით მაკარაძემ და 5000 ლარით დააჯარიმა ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამო. ეს არის მოქალაქე, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილეა, მას ომში ტრავმა აქვს მიღებული, აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და ამ გარემოებიდან გამომდინარე იყო მოლოდინი, რომ შესაძლოა მოსამართლეს საქმე შეეწყვიტა, თუმცა მოსამართლე მაკარაძემ საქმე არ შეწყვიტა. ის სამართალდამღვრად გამოაცხადა და 5000 ლარით დააჯარიმა ტროტუარზე დგომისა და პროტესტის გამოხატვის გამო. თავ იმით იმართლა მოსამართლემ სხდომაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მას კანონი არ აძლევს. ასევე ამავე მოსამართლემ დღეს კიდევ ერთი მოქალაქე გამოაცხადა იგივე საბაბით სამართალდამღვრად და ამჯერად პოეტი ზურაბ პაპიაშვილი 4 დღით ციხეში გაუშვა. ეს არის არქიპოს ხაზინა, სადაც ნოტარიუსი საიდანაც ის საჯელები უნდა განახმოვანონ, რაც მათ დაუდებენ წინ და ეს არის მთელი პროცესი რა. სამწუხაროდ ამ მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძოდი რუსების წინააღმდეგ, რუსული დიქტატის წინააღმდეგ, აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ და არ დამიზოგია ჩემი თავი. ჯგუფის მიმავალი იქნებებული ტრამვით. ამიტომ გაქვს სტატუსი ამ არა, სტატუსი არა, სტატუსი მე ჯგუფი მაქვს, კი, ომის მიღებული ტრამვით. ამავდროულად მედალი მაქვს მიღებული. სამწუხაროდ ეს არის, რომ იქიდან ნაცვლად თქვია მე ამ ტკივოდა, არც მე ტკინება, რომ ტერია და მტერს სხვა არაფერი შეუძლიან თუ არა თქვის როლა. მაგრამ ტკივილი ის არის შენი მოკეთე, შენი მამულიშვილი რო გესვრის უკანონო საჯელსა ესე კვნილად გაწკენს. ეს ტკივილია, მაგრამ უბრალოდ ტკივა ის, რომ ამათ გულით ვიბძია. ამ მოსამართლის გულით ვიბძია. თავისუფალი იყოს, პოლიციის გულით ვიბძია, რომ თავისუფალი იყოს და თავისუფალი აზროვნების და თავისუფალი საჯელის გამოხატვის უნარი რო ქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ ერთ მონობაში ვართ რა, ერთი ადამიანის ხელში. ეს რაიმეს შეცვლის თქვენს ქმედებაში გეგმებში ეს გადაწყვეტილება. პირიქით, მოტივაციას მაძლევს, არ უნდა გავჩერდე რა. ეს გადაწყვეტილება და არა მარტო ეს გადაწყვეტილება. ყველა ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ მანიფესტაციების კანონთან დაკავშირებით. თვითონ კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ამ ქართველი ხალხის ნებას და ძირს უთხრის დემოკრატიულ წყობილებას. შესაბამისად, სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ასე უნდა განვიხილოთ, არაერთხელ თქვი ესმე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება, ხელისუფლების მოქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით ეწინააღმდეგება როგორც ესე იგი კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ისე თავად კანონსაც მანიფესტაციების შესახებ, შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ, მაგრამ ეს წარმოადგენს რეპრესიულ, ესე იგი, სისტემურ ზომას, რომელსაც უძახით ჩვენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, რომელსაც უსმენდით თქვენ როგორც მოქალაქეების, ასევე მათი ინტერესების დამცველების მხრიდან ტროტუარებზე პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებული საქმეები გადაინაცვლებს უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამის შესახებ უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც დაჯარიმებულ თუ გასამართლებულ მოქალაქეებს, ასევე მათი ინტერესების დამცველებს შორის მზადდება სარჩელები და ანონსდება ახალი საქმეები ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აქვე შევახსენებ საზოგადოებას იმას, რომ მოქალაქე თემურ ბერიანიძე, რომლის შესახებაც გიყვებოდით, მისი ერთ-ერთი საქმე, რომელიც ასევე ქუჩის აქციებში მის მონაწილეობას უკავშირდება, უკვე გაგზავნილი არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. დღევანდელი დღე არ ყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამონაკლისი. დღეს მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ასეთი საქმე გაიმართა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მონაწილე ასევე სამართალდამღვრად გამოაცხადა მოსამართლემ და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და ამ წუთებში კიდევ ერთი მოსამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.